არ ვიცი, იცით თუ არა, რომ საქართველოში 13,000-მდე ირანული ბიზნესია რეგისტრირებული. თბილისში ირანული კომპანიების ძებნისას აღმოჩნდი უზნაძის 111 ნომერში. ეს არის მისამართი, რომელსაც 700-მდე ირანული კომპანია იყენებს რეგისტრაციის ადგილად. ამ მისამართზე მათი ფიზიკური არსებობის კვალი არ ჩანს. რეესტრის მიხედვით, ირანული კომპანიები, რომელიც ამ მისამართზე ფუნქციონირებს, ფართო სპექტრის საქმიანობით არიან დაკავებული. მათი ნაწილი ფინიკით ვაჭრობს, ნაწილი გადაზიდვებით არის დაკავებული. არიან ისეთებიც, რომლებიც ცხრებს და თხებს აშენებენ, ან აგურს და კრამიტს აწარმოებენ, ან სულაც კონსულტაციას უწევენ ტექნოლოგიურ კომპანიებს. უზნაძის 111 ნომერი ერთადერთი საეჭვო მისამართი არ არის, რაც რეესტრში ვიპოვეთ. მაგალითად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დუნთაში, სადაც სულ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს, ერთ კონკრეტულ სახლში 103-მდე ირანული კომპანია რეგისტრირებული. მთელ სოფელში კი 700. კიდევ ერთი საინტერესო მისამართია ადიგენში სოფელი უნწა. აქ დაახლოებით 300-მდე ადამიანი ცხოვრობს და 800-ზე მეტი ირანული კომპანია რეგისტრირებული. უნწაში ირანელი ბიზნესმენების გარდა ვხვდები რუსეთის მოქალაქეებსაც, რომლებიც აქ ინდმეწარმედ არიან რეგისტრირებულები. მერე რა ამაში საინტერესო შეიძლება იკითხოთ. საქმე იმაშია, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური პოტენციალით ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაძლოა მძიმე სანქციების ქვეშ მყოფი ირანისთვის ამ სანქციებიდან თავის დასხლტომის საუკეთესო ადგილი იყოს. მეტი იმის შესახებ, რა ვიპოვეთ საქართველოში რეგისტრირებული ირანული ბიზნესის რეესტრში, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში ირანული კომპანიები ფიქტიურ მისამართებზე სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებში.